ქრონიკის ექსპერიმენტი არის თუ არა ქართულ ბაზარზე შემოსულ საწვავში ტყვიის შემცველობა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშია, დგინდება, რომ ის სტანდარტზე მეტია. გამონაბოლქვის სახით ტყვია ატმოსფეროში ხვდება და ჯანმრთელობისათვის საშიშ დაავადებებს იწვევს. ეს პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ნავთობკომპანიებს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ლელა ციკლაურიგი ამბობთ. ნამდვილად ეჭვი იმისა, რომ დღესდღეობით საქართველოში იმპორტირებულ საწვავში ტყვის არსებობა იყოს ზღუდად დასაშვებ ნორმებზე მაღალი. საწვავში, რომლის რეალიზებაც ქართულ ბაზარზე ხდება, ტყვის შემცველობა სტანდარტზე მეტია. გამონაბოლქვის სახით ის ატმოსფეროში ხვდება და სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს, მათ შორის ფილტვის კიბოსაც. სწორედ ეს მოსაზრება გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ნავთობკომპანიებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ტყვის არსებობა ატმოსფეროში არის, ეს დადასტურდა გარემოსდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, როდესაც ამის ჩასუმქვა მოხდება თითოეული ადამიანის მხრიდან. ხდება ძალიან ბევრი მძიმე დაავადებები უჩნდება ადამიანს. კონკრეტულად რა დაავადებები? კონკრეტულად მე როგორც გავიარე კონსულტაციები, ესე იგი სისხლძარღვების ექნება ძალიან დიდი პრობლემები, იგივე თირკმელების პრობლემა უჩნდებათ ადამიანებს, ფილტვების პრობლემები. გარემოს დამცველების მტკიცები დღეს ქვეყანაში არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, ვინც ნავთობპროდუქტების შემადგენლობას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს. არასამთავრობოების განცხადებით, სიცოცხლისთვის საშიში ტყვია შეიძლება საქართველოში შემოსულ ნებისმიერ საწვავში აღმოჩნდეს. უნდა ჩატარდეს ფართომასშტაბიანი კვლევა საქართველოს მასშტაბით და შემდგომ უფრო კონკრეტული შედეგები გეცოდინება, მე შეიძლება იყოს აზერბაიჯანში, შეიძლება იყოს ევროპული შემოსული საწვავში. როდესაც არ ხორციელდება ხარისხობრივი ანალიზი, არავინ არ ამოწმებს, არ აკონტროლებს ამ თემას, რატო კეთდება ეს განცხადებები, ხო? არასამთავრობოების ბრალდებები იმპორტიორთა კავშირისთვის უცხო არ არის. საწვავში ტყვის დაშვებულ ნორმაზე მეტი რაოდენობით არსებობას უარყოფენ ადგილობრივი ნავთობკომპანიები. იმპორტიორთა კავშირი უსაფუძვლო განცხადებების გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს. განცხადებები არის ხმაურიანი განცხადებები, რომელიც ემსახურება მხოლოდ ესე თქვა და რაღაც პოპულისტურ მიზნებს, რომ შესაბამისად საზოგადოებაში გამოიწვიოს რაღაც აღშფოთება და საზოგადოებიდან ყურადღების მიპყრობა. ყველაზე მეტი პრეტენზიები არასამთავრობოებს აზერბაიჯანიდან შემოტანილ საწვავზე ჰქონდათ. ეჭვების გასაფანტად პირველი, ვინც საკუთარი ინიციატივით იმპორტიორთა კავშირს მონიტორინგის ჩატარება მოსთხოვა, ეს აზერბაიჯანული სოკარი იყო. ბაზრის უდიდესი წილი აზერბაიჯანულ საწვავს უჭირავს. ქრონიკას საშუალება მიეცა სოკარის ნავთობაზაზე აღიარებულ ექსპერტთან ერთად ლაბორატორიული კვლევა ჩაეტარებინა. აი ეს პროცესი, ჩაშვების პროცესი. всё. Я накачи арвасხოთ. დახურული ნაკაჩი. ლაბორატორიაში გადამოწმებულ საწვავში ტყვის შემცველობა სტანდარტულ ნორმაზე დაბალი აღმოჩნდა. ეს გახლავთ ტყვის ეტალონი, რომელიც უნდა იმყოფებოდეს ეს ტყვის რაოდენობა ბენზინებში, ჩვენთან შემოტანილ ბენზინების რაოდენობებში, რაც ჩვენ მიერ იქნა დასინჯული, არ აღმოჩნდა ნორმაზე მეტი ტყვის ეს რაოდენობა, რომელიც საშიში შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის. ადგილობრივ ბაზარზე საწვავის რეალიზაციის უფლება მხოლოდ იმ კომპანიებს აქვთ, ვისაც საერთაშორისო ან ქართული სერტიფიკატები გააჩნიათ. სერტიფიკატი კი სამთვიანია, რომელსაც ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე იმპორტიორთა კავშირი გასცემს. ასე რომ ნავთობკომპანიებს შემოტანილი საწვავის ხარისხის გადამოწმება ხშირად უწევთ. იმ ესე ვთქვათ, ცრუ გამცხადებლებისაგან, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოში იყიდება დაუშვათ ტყვიან არევის საწვავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამას ბოლო უნდა მოიღოს ტყვია ნარევი საწვავი უფრო ძვირი ღირებულებაა საერთოდ. აი თქვენ წარმოგიდგენიათ საწყლოსნო ტრანსპორტი, აი სკუტერები დარბიან, აი ტყვიან არევის ბენზინი ჭირდებათ მათ. ასევე ჭირდებათ ფორმულა 1-ისა. ესე რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ამაზე აპელირებას ნუ გააკეთებენ. ნუ ესვრიან ტალახს უსაბუძლოდ ნურავის. სოკარის გარდა საკუთარი ნებით მონიტორინგს ვისოლი უკვე დათანხმდა. ინიციატივა გამოთქვეს დანარჩენმა ნავთობკომპანიებმაც. 26 იანვარს კი იმპორტიორთა კავშირი საუკეთესო კომპანიას გამოავლენს.